ეს 8 მარტია. ეს ვიდეო რო დაიდო, აღარ არის 8 მარტი, მაგრამ ყველა ქალბატონს ჩემო ლამაზებო გილოცავთ 8 მარტს დაგვიანებით, ჯანმრთელები იყავით, ბედნიერები იყავით, კარგად იყავით. მოკლედ, თქვენ რო არა, ჩვენც არა. აი ესეთი მარტივი ამბავია. მე დღეს ჩემი მეუღლე წავიყვანე ჯავჯავაძეზე რესტორან რა ქვია? იოკოში. მარიამმა ნახა რილსები, ვიღაცა დერს გადარეკლამებდა. და ძალიან მეუთხარი, დღეს კარგი ქმარი უნდა ვიყო რა. ყვავილები ვაჩუქე ჩემს მეუღლეს. საჩუქარი ვაჩუქე, რესტორანში წამოვიყვანე. საღამოს კიდე რაღაცეებს ვიზამ. ხო და ესე იგი რომ მოვედით, ძალიან მართლა კარგი არის და შევუკვეთე ძალიან გემრიელობები, უცნაური ის აქვთ მენიუ, იაპონური რა. ხო და მინდა რომ განახოთ ვიზუალურად როგორ გამოიყურება ეს კერძები, იმიტომ ფოტოზე ძალიან კარგი იყო. და მე შეფასების ადბალიანი სისტემით დაუწეროთ რაც ხარაცხე. მოგწონს აქაურობა? ძალიან საყვარელი ადგილი. ძალიან პატარა არის და რაღაც სწორად არის განაწილებული. ხო, ლამაზ ზე ჭავჭავაძეზეა, აი ის პიქსელი შენობა რო არის, მაგის მოპირდაპირ მხარეს არის. რაღაცნაირი გარემოა, მეორე სართულზე მოვედი და ესეთი საყვარელი. იაპონური ამბები და მე შევუკვეთე რამენი, ნარუტოს რამენი შევუკვეთე. ძალიან მაინტერესებს როგორი ის. 7 საათის მერე არაფერი არ ვიჭამი ამისთვის. 7 საათის მერე გუშინდელი 7 საათის მერე. რატო შენ მოგიწევ შემიძლია? ეხლა არის 7 საათი. ეგრე უფრო მალე გაძლევი. 24 საათი არაფერი არ ვიჭამი. ეგრე უფრო მალე გაძლევი. რა ლოგიკაა? პირიქით რა უნდა გაგე? დღეს ვაპირებდი ჭამს უბრალოდ ვერ მოვახერხე. კაროჩე. კაი ადგილას მოგიყვანე. ძალიან მართლა. მეგობრებო, ვინც ანიმეშნიკები ხართ, ეხლა ხო ხვდებით ეს რამდენად მნიშვნელოვანი კერძია ჩვენთვის. ან პირველად ვნახულობ ლაივში ონიგირის და ისე მიხარია. ისეთი დერსკია. ნახოთ ერთი როგორი ონიგირი. ეგრე ხელით უნდა ჭამო? ეს ფოთლები არ მინდა? ფოთლებს გაიშტო შეიძლება? გონი ის უნდა მოასხა. სოიო. სუშის ბევრად დერსკი ვერსია. მეც მაჭამ. ძალიან მაგარია. მოვიდა იხვი სალათი. ულამაზესი სერვირება, იხვის სალათი მოვიდა, მარიამს მოუტანეს საკურას წვენი. ხალხო, ეს არის რაღაც შედევრი. მე ესეთი არაფერი არ გამისინჯავს მართლა არასოდეს. მე მომიტანეს ესეთი რაღაცა ლაიმის ლიმონათია ჰომეიდი გაზის გარეშე. ანუ ეხლა რა მინდა იცი რომ მინდა რომ ყველაფერი განახოთ რასაც შევჭამ და დავთვალო რა. ფასები მე ჩვენ არო ძალიან კაი ფასები. აუსპიცავა რეკლამას არ უკეთებ, ანუ არც გადახდილი არ არის, არაფერი არ აქვს. უწფელად მინდა რომ შევაფასო, იმიტომ რომ მართლა ძალიან მომეწონა. ყველა კერძს განახებ და მე ჯამს გეტყვით გადაჭდება ეს ყველაფერი. ეხლა იხვი გავსინჯე. იხვი იყო ფანტასტიკური, მე გავსინჯე 1-2 გუგმა და აი მართლა 10-დან 10 იყო ამამთლიანათი მენა. ეხლა მოვიდა კრევეტები. მოდი მოვაცუროთ, ეს არის კრევეტები, აქეთ რაღაცა სალათია და სოუსი რა. ახლა ვნახოთ, შემდეგი შევაფასოთ ეს. მე რამეს ველოდები ყველაზე მეტად ნარუტოს ვაიბით. დავაი მარიამ დაიწყე. ვისაც ნარუტოს ვაიბი გაქვთ, ეგეთი რამენი ვიზუალურად არ არის, მაგრამ შიგნით ეგეთია. ეხლა მოდი გავსინჯოთ. შიგნით საქონლის ხორცები, შეხედებ ნუდლსები და დიდი ნაჭრებია საქონლის ხორცის. ჯერ წვნიანი შევაფასოთ. ღმერთო შენ ნაცვალე რომ აქამდე მოგიყვანე. მარიამ აქამდე მოგიყვანა. ახლა მოდი ხორცის ნაჭერიც. ანდერში. ტოკესი. ესე იგი, მოდი გავაკეთოთ ახლა სრული შეფასება უჩესნესად რა. კერძები რაც მოვიდა, რამენის გარდა, მოდი ასე ვთქვათ, პირველი სალათი, აი ეს რაღაცა ონიგირი რაღაცები, აი 10-დან 10 იყო. რამენი უბრალოდ სხვა რაღაცას ველოდებოდა, სხვა რაღაცა მოვიდა, მაგრამ გემოთი იყო ყველაფრით 10-დან 800 მივცემი. დესერტები იყო, ბანანის დესერტია და 10-დან 800 მივცემდი, ტირამისუ იყო 10-დან 9. დანარჩენი, ანუ აი რო ავიღოთ სიტყვაზე სრული აურა, ფანტასტიკური აურა არის 10-დან 10, მომსახურება უსაყვარლესები არიან 10-დან 10, ანუ და ფასებიც ჯამში მოვიდა, აი ხო ნახეთ რამდენი რაღაცა ავიღოთ რა, კიდე ის ორი დესერტი, ეს სასმელები, წყლები რაღაცეები, მომსახურების ალბათ პროცენტიც 129 ლარი მოვიდა.
მე თუ მკითხავთ ის რომ ჭავჭავაძის ცენტრშია თან და რაღაცა უფრო შეეძლოთ რომ სიტყვაზე ტრაკის თამაში ყოფილიყო და უფრო დიდი ფასები ქონოდა. არა, ანუ იაფინ აღდათ არა, მაგრამ ამაზე ბევრად ძვირით შეიძლებოდა ყოფილიყო რა. ნორმალური ფასია. სიტყვაზე აი დესერტში, ბანანის დესერტში. ეხლა მივხვდი რომ სიტყვაზე მაგდეს არ გადავიხდით, იმიტომ რომ შემწვარი ბანანია კარამელიზირებული, რაღაცა ნაყინი რაღაცა, მაგდენი სიტყვაზე 22 თუ რაღაცა გეტყვი. მაგდენი არის სხვა დანარჩენი. აი ეს. ვაჟბატონო, სად ახარ? წამოსული, მამა სად გამოყევი? ოჩახ მამა, ოჩახ, ამას დედა შეერონახავს მომკლავს. სამრეცხაოში წამოვედით მე და ვაჟბატონი. მარიამა გამოყარა სახლიდან სანამ სახლს ვალაგებ დავაეხა აქედანო მოხიეთო და თქვი ბარე მანქანას გავრეცხავ თქო და წამოვედით. ამან მეც გამოყვებიო. მართალი ექსტრები არ უთქვამს, მაგრამ თვალებში ვიგრძენი რომ მაგას ამბობდა და წამა მამა მე უთხარ, წამო კენჭები იქნიე თქო. რა ხდება რა? შუა ტრასაზე რო წევართ, კაია მამა? წამო იქით. Ďamo. Მოდი. როდესაც შენ შულს 2 მეტრიანი ჟღვლინტი კიდია და ბათუტი ეხმარება რომ წინ დავკანა კანჭალავს. მოდი აქ. ახო ეჩარჩები რომ მოვწმინდო და ცოცხალი თავით არ მოდის. მოდი გოგოსთან სირცხვილია ბიჭო. ნაგე ხალხი გეძახის უკვე ჟღვლინტიანი ხარო, მოდი. მაიკა რატო ყო ჟღვლინტიანი შვილი. ჩქარ. ცხვირი დაიცრია. მოასწარე? მოკირი, ჰერში მოწვიდეთო. სანამ გახმა და გაძბრა. იმე, ნერიკაცია. ა? ჩემი ლოკისნაირი. მიმოდის? ზაღლი შეჩენა. შენი ლოკისნაირი რა? ა, ლეკვი? მე ლოკი ქვია ჩემს ასა, ლოკი. ა, ლოკი. ასგარდის პრინცი. არ გამომაშტერო. ვაფშეტა ასგარდის პრინცი არა რო იცოდე. პრინცია, ჰელჰეიმის პრინცი არის რო იცოდე. ასგარდის. არა, ვატრაკებ, ჰელჰეიმი არ არის. ნიფლჰეიმი მე მგონი თუ რაღაც. ასგარდისა ნაშვილები ყავთ და იქ. ხო და ყავთ ნაშვილები იქიდან, გოლიათებიდან. იქაც არ აღიარებ. კომენტარებში დაწერეთ მეგობრებო, რა ქვია ლოკის ერთ-ერთ სამყაროს, საიდანაც არის გოლიათების სამყარო. გოგო. ინა გოგო. ალო. ინა გოგო ბიჭია. რანერდა ჩეხდი უწონადოთ. სათხარ. მიდი აბა ჩააგდე. გასაკეთებს. რა იშიში მესმის. მე მაშინ და მოგხავებოდა. ჩააგდე აბა. ნახე? ჩავარდოთ? ო. ვაუ. ვაი? ოკეი. ეს ვლოგი არ ვიცი როდის დაიდო, მაგრამ კენჭოსთან პოდკასტი რო დავდე, კომენტარებში იყო ძალიან ობიექტური ფრაზები რა, რომ როგორ მოიმატეს, ასწრაფოდ დარბაზი გჭირდება, რაღაცა. ვიცი, მეგობრებო, რომ მოვიმატე, მაგრამ ამ ყველაფერს ჰქონდა მიზეზი. ის რომ ამდენი თვე არ გენახებით ამის შიგნით რა ხდება. 15 კილო სპეციალურად ეს ყველაფერი ვქენი, იმიტომ რომ პერსონაჟი სერიალში, რასაც თამაშობ, იყოს განსხვავებული და გპირდებით, რომ ძალიან განსხვავებული ვიზუალი აქვს, ძალიან. ამიტომ არ გეგონოთ, რომ წონა გამექცა, ეს არის მიზნობრივად გაკეთებული მატება 15 კილოიანი, რომელიც აი ხა გადაღებებს რომ დავამთავრებთ, მე დედას უტირებ ჩამოვაგდებ, მაგრამ კადრი რომ ნახე, მივხვდი, რომ ჩიტი ბძღნად ღირდა და თქვენც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგეწონებათ რა. იმედია ყოველ შემთხვევაში. მოვედით ბაზარი ორბელიანზე. დღეს იწერება ფილმის საუნდტრეკი აქედან ეხა. მე და მარიკა წავალთ ბიჭების სტუდიაშიავლენ და ფილმის რა სერიალის საუნდტრეკი უნდა ჩავწეროთ, ხო და ამასობაში მოგშვიდა შემოვედით ბაზარი ორბელიანზე და დანელიას რაღაცა ის როა გახსნილი აქ რა, გიორგას. ესენი ავიღეთ. აქეთ მე ვცოხნე რაღაცები არ შეიმჩნევ. ესენი ავიღეთ. ეხლა უნდა გავტესტო რა და როგორ იქნება, რამდენად გემრიელია. და დანელიას წინ ზუსტად არის პიმს ქვია. რაღაცა ძალიან აი ესეთი უცნაური ჩაები აქვს და უცნაური ყავები აქვს. ეხლა ამ ყველაფრის დეგუსტაცია უნდა გავაკეთო. დავიგინები რომ რეკლამა არც ერთი არ არის. მაინც არაწიო ჯერ. მართლა არც ერთს არ გადაუხდია, არც ამად გადაუხდიათ, არც იმად.
გულ წითელი ვიქნები. თუ დასაკუკია, დასავაკუკებ, თუ საკებია, ვაკებ. მარიკამ მოაჭამა ამას უკვე. ეს ყველაფერი დანელიასთან, რა ქვია იცით ამას? ამაიში დაჯდა 27 ლარი? ხო. ეხა დანელ მიიღებს სიმართლეს ღირს თუ არა ეს ყველაფერი 27. ესე უნდა ვიცი. იდეა ძალიან დესტი. აი, აბა მე ხა ვიქნები სუბიექტური, მეგობრობა რაღაცა ნახვი არ მაინტერესებს ეს წა. აი, ჯერ გავსინჯო შოკოლადი. როგორ ფუმფულა. ფუმფულა ძაღლი. Кая. შეჭატვა. კაია. კაი. კაი. ეს ვინ არის? ეგ არის ფისტა. როგორ ფუმფულა. თათაო. ძალიან კაი დასაკებია. მართ, ანუ ეს ბევრად უფრო დამევასა. მაგრამ რაღაცა ახალია, რაღაც აქამდე არ გაგასინჯული ყოფდა, სტანდარტ უნაცობს ოღონდ მიჩვეულ ბრაზა. ძალიან გემრიელია, good luck, მართლა. ძალიან ეს ვაფშე ბიზნესია. ეხლა შევაფასოთ ის არ ვიცი ვისია, ჩემს უკანაცა კოჩკა უცნაური ჩაი და ყავები არის, აი Starbucks-ი გამახსენდა ჩინეთში, დაახლოებით ეგ ვაიბი არის. ხა მაგას შევაფასოთ. აუ ჭიქები, ვინას ახში მოგაქვს ჭიქები არის, ისეთი მაგარი მართლა. ნახე რა საკაიფოა. კარჩო, ეს არის Teams ესე ქვია, ეს არის ყავა, ეს არის ჩაი. დაახლოებით 30 ლარის სამბავია ორიო, მაგრამ შეფუთვა უმაგრესი. გემოებსაც გეტყვით. მეცამ გემოებსაც ეხა გეტყვით. იმინა ჩინეთი გამახსენდა რა. ეს ზუსტად იქ იყო ესეთი ამბავი. так. ნუ სატროპიც რა საყარაია. რაღაც იაპონური ზაფხოდებია. აუ რა აუ გამას ძალიან გემრიელია, თუ არ გადავა. ანუ ძალიან გემრი გასინჯე. როგორ გემოვდა? მანახ. აუ ძალიან კარგი. ძალიან ეს ისე. ეს უნდა ჭამო მგონი ეს რაღაცები რაც ხარია, უნდა ჩაღაჭო. ჯერ ჩავიდე საჭმელი. და ჭიქადა ის ადერსკია? აუ გასინჯე, ჩაღეჭე ის. ჩაღეჭე. ძალიან კაია. ჟელები ვიტაში. ეს ჩემია. ძალიან გემრიელია. საჩუქარი გამოგვიტანეს. და თიქ დანელიას ობიექტო და რა ხერანაირი საყვარელი კაცია. ესა ვინ არის? ვინ არის? პანაკოტა. პანაკოტა. აი, ამას დამისაუბრეთ. უმეს მადლობა. თვითონ დანელი არის, ვიღაჯი გარსონი მოვიდა, ალბათ პატრიოტი არის. მადლობა დიდი. აუ, პიუ, აიგეთ ის მინდა რა. ვერ ვიზო? თავიდან აი, რამ? მეგა, აი, როგორც გინდა, ბრატ. რითმი და ეგ ორი ნოტა. გიტარა გვინდა მარტო და მერე ვადე. რითი ჩავსი. იმიტომ გიჩვენებს რომ უკრავდი იმას აშლილი ქონდა და ეხლა აწყობილი გაქვს. მაგრამ ისვია და როგორ შეჭრე. თუ ასე. აი ხო. არა, ეხლა მეუბნება. თუ რა ვანდაცინო გეხო. დავай. და
ნოტები სწორად აიღო. კიდე მიაწეში. ცოტა პაკოს პონჩი რა. გენი პიუპაო. ის მის ხუსასმენში? ისევე ერთია. დააგვიანე. ძალიან მოუხდა ბაზარიალა. შევიკრიბეთ რათა ვნახოთ პირველი სერია. მე იმედი არ ჩანვარ, ხო? აი ჩაირთო თვითონ. ჩაირთო. კაი, USB გვინდა უბრალოდ HDMI. აკორდებს აი. მაცალე ერთი წუთი გაქვს რა. თეატრში ვარ ტექნიკურად აქვს მეგობრებო. ბეტმენ მაცალე. არ არისო? ეხლა უნდა ამწუთას ეს. აჰა. ვიდეო. HDMI არ გვინდა, გადადი გვერდზე. სამსახური რო წერია, ხო, ვიდეოში შედი? მოიცე ხა. მაგან სამსახური ანთია. 1800. რუსლან გამამხედე. მაყაშვილთან მოვედი ბაზარი ორბელიანზე. YouTube-ზე დაიწყო გადმობარგება, ხალხო. გამოიწერეთ. ხო და გადმობარგდა როგორც იქნა. გადმობარგდა. იხმარა ჭკუა და არ ვიცი ეს როდის დაიდება, რა დაიდება, მაგრამ იდეაში გამაიწერეთ. ხო, ეხა პირდაპირ ეთერში ვარ. ნახე რა დერსკი სპეციფიკა პირდაპირ ეთერია. ჩვენ რასაც ლაივს ვეძახით, პირდაპირ ეთერია, სტრიმის პონტი აქვს. მე ხარ ზუსტად არ ვიცი YouTube-ის სპეციფიკა და პრინციპში შენ ხონდა მასწავლე. დავай, ლექსიკონს გასწავლე, დავай. ეს არის live stream-ი. Live stream-ი. Yes. აჰა, YouTube-ზე უნდა ვთქვათ live stream-ი. YouTube-ზე თუდებ live stream-ია. ხო. დავა master live class-ი. stream-ი არის ბაზარის Facebook-ზე. და ხვალ დაიდება გადაცემა YouTube-ზე. ესე იგი YouTube-ის live stream-ი არ გამოდის. ეს არის Facebook-ის პროსტა live-ი არის. და YouTube-ის არხზე დაიდება უკვე მთლიანი გადაცემა სრულ. ლინკი აღწერაში იქნება, დაასაპორტეთ და ცალკეც გეგმავს რაღაცებს და ერთი სიტყვით იმას ქენით. მოვწკიფოთ რა, მოვწკიფოთ. კარგია რომ ესეთი ტიტანები შემოდიან ჩვენთან, ხო ხვდები? ძალიან ასწორებს რომ ტელევიზია სკაპა. ხო და აი ჯერ ჩემ გადაცემაში ვინ უნდა მოსულიყო თუ არა ტიტანი YouTube-ის და ამიტომ ტიტანი რომ მასწავლოს რაღაცებს. თავისთავად.